გავხსნათ ახალი ამოცანა და მეორე ვარიანტით, ხო? სამი თავისუფლების ხარისხის. შემდეგ პირველ რიგში ვაგებთ გეომეტრიას. ეხლა ამაზე აღარ გამბეორდები, მე მგონი ყველა მიცით მოცემულაც არის, ხო? გვაქვს ლითონის ჩარჩო ფერმა, ხო, 4 სამჯერ, 4 ორჯერ, მე რაღაც კორექტირებებს ვაკეთებთ. როგორ გავაკეთოთ? ვიცით, როგორ გავაკეთოთ ჩარჩოს გენერირება? ესე იგი, 4 განმეორდება 3ჯერ და 4 განმეორდება 2ჯერ. მივცევთ ალამს და ეს ჩარჩოც ავაკეთ. შემდეგი ეტაპი გვაქვს, უნდა დავაკორექტიროთ ახლა რაღაცები, ამისთვის ეს ორი კვანძი, ზედა ორი კვანძი შუაში მოვნიშნოთ, წავშალოთ და დავრჩა ჩარჩო. ეხლა უნდა დავადგათ ფერმა თავზე. ამისთვის ავიღოთ ფერმის გენერირება. აქ გამოტანილი არის მზა ფერმა, მზა ფერმები გვაქვს, თავაზობს პროგრამა და ავირჩიოთ შემდეგი მზა ფერმა. სიგრძე 12 მეტრიანია მალის სიგრძე, ხოლო კაეფზე გვეუბნება, რომ კაეფი ეს არის ელი გაყოფილი HCO და მისი მნიშვნელობა აიღება ან 6 ან 7, ხო? ავიღოთ 6, იმიტომ რომ 2 მეტრიანი გამოგვივიდეს ფერმის სიმაღლე. ეხლა ეს შეზღუდვა საიდან მოდის? ასეთი ტიპის ფერმები არ შეიძლება სხვა ზომებში იყოს, ეს არის მიღებულია და აქედან გამომდინარე ესენიც მაგას გვეუბნებიან. გარდა ამისა, მეგობრებო, ნახეთ, აი ამ ფერმას აქვს ყვითელი წერტილი მონიშნული, მარცხნივ, ხო? ეს ყვითელი წერტილი სადაც უნდა დაჯდეს, ის უნდა მიუთითოს. ეს არის, ხო, მისი ადგილი, მივცეთ ალამი და აიგება ეს ჩვენი უკვე ფერმა. შემდეგი ეტაპი რა გვაქვს? ნახეთ ჩამაგრებები პარებ, სასაზღვრო პირობები მივცეთ. ანუ ვიცით რომ განაპირა სვეტები ჩამაგრებულია ხისტად, ხოლო შუა სვეტები ჩამაგრებულია როგორ? უძრავ სახსროვნად, ხო? ამიტომ მოვნიშნოთ განაპირა სვეტის ქვედა კვანძები, შევიდეთ ჩამაგრებებში, სასაზღვრო პირობებში და შევუზღუდოთ. რას უზღუდავთ? X-ი, Z-ი და Y-ი. ეს ჩვენ ხო წელ ამოცანას ვიხილავთ, Y მიმართულებით ხო არ გადაადგილდება ისედაც ეს. იქეთ ხო ვითვლით ჩვენ რა. ანუ დანარჩენი 3 ისედაც შეზღუდულიათ. მივცეთ პლუსი და აი ამას ამ შეზღუდვას დაადებს. ეხლა შიგნით 2 კვანძი მოხსნათ Y და მივცეთ ალამი. გარდა ამისა, მეგობრებო, ნახეთ, აი აქ ამ სვეტებს ზედა ღეროსთან აქვს უძრავსახსრული მიერთება, ხო? ამისათვის აქ კვანძებში კი არ ვაკეთებთ მაგ უძრავსახსრს. ვიქცევით შემდეგნაირად, მოვნიშნავთ ამ ღეროს და ამ ღეროს და გავუკეთებთ შარნირს. აქ გვაქვს ჩვენ შარნირები. ნახეთ, შარნირისთვის პირველი კვანძი თუ მეორე კვანძი ავირჩიოთ. ანუ ამ ღეროს აქვს 2 კვანძი, ძირა კვანძი და ზედა კვანძი. რომელია პირველი და რომელი მეორე განსაზღვრავს ის თუ საიდან საით არის გატარებული, ხო? ეს ქვემოდან ზემოთ არის, ამიტომ პირველი ქვედა კვანძია, მეორე ზედა კვანძი. ანუ მეორე კვანძში ჩვენ უნდა Y მოვნიშნოთ. ანუ Y ღერძის მიმართ შეუძლია მობრუნება, ხო? ცოტა გავწიოთ ეს რომ გამოჩნდეს. ისა? უკვე ზეპირად იცის, ხო? უკვე რა უნდა ისე იმდენჯერ მომაყოლეთ კი ეცოდიტება ზეპირად. კარგით. შემდეგი ეტაპი რა გვაქვს? ნახეთ, შემდეგი ეტაპი არის რომ უნდა მივცეთ სიხისტეები ჩვენს ლითონის ელემენტებს. რა სიხისტეები გვაქვს? აქ გვაქვს გამოყენებული ორტესებრი კვეთი,
ესა განაპირა სვეტები ეს არის ორი შველერისგან შედგენილი აროკა. შემდეგ ეს არის ერთი შველერი აღებული. ეს კოჭი არის დუტავრისგან აღებული 36 ნომერი დუტავრი იყო. შემდეგ ფერმას აქვს ზედა სარტყელი, ქვედა სარტყელი და ირიბანები და დგარები. ხო, ქვედა სარტყელისთვის 100-110-იანი კვეთზე თანაბართაროიანი კუთხოვანები გვაქვს. ორი კუთხოვანა ზედა სარტყელისთვის 120-120-10-ზე და ამისთვის გვაქვს 75-75-6-ზე. პასტადამე როგორ მოვიქცეთ? შევდივართ ციხისტეებში და ვქმნით ციხისტეებს, ხო? დავამატოთ, გადავიდეთ ლითონის სორტამენტზე და ავიღოთ დუტავრი, ანუ ორტესებრი კვეთი. აქ უნდა შევარჩიოთ სორტამენტი, ამისათვის ჩვენ გვაქვს დუტავრი შიგა თაროების შიგა დახრის კუთხეებით. არ ვიცი ეს არის თუ არა, კი ბატონო, ეს არის აღმოჩნდა. ავირჩიეთ ესა და მივეცით, ოკეი, 36 ნომერი დუტავრი ავირჩიეთ. შემდეგი გვაქვს შველერებისგან შედგენილი ყოლოფი, ყუთი, კარგა, ხო, ყუთია. აქაც ავირჩიოთ შიდა დახრის კუთხეებით და 24 ნომერი შველერი. შემდეგ გვაქვს ცალკე შველერიც იგივე სორტამენტის, ესიც 24 ნომერი. შემდეგ გვაქვს ზედა სარტყელისთვის და ფერმის ელემენტებისთვის ორი კუთხოვანისგან შედგენილი კვეთი. ეს არის თანაბართაროებიანი ესეთი პროფილი უნდა იყოს. ეს უნდა იყოს წესით. იმიტომ რომ ასეთი კვეთი თანაბართაროებიანი რამოდენიმე ვარიანტი არის აქ და რომელშიდაც არის შესაბამისი ზომები, ის ანუ ავიღოთ თქვა 75-75-6-ზე. შემდეგ ბევრი რომ აღარ ვიწვალოთ, აი სორტამენტის შერჩევაზე მოვნიშნოთ ჩვენ უკვე შერჩეული ეს ციხისტე, ორჯერ დავაკოპიროთ, ეხლა მეორე მოვნიშნოთ, მივცეთ ცვლილება და მხოლოდ ზომა შევუცვალოთ 100-110-ზე. ხო? ოკეი. და შემდეგ მოვნიშნოთ ესა და შევუცვალოთ 120-120-10. ვი? არ არის, ანუ სხვა აგვირჩევია, ხედავ? მოდი ახლა იქ რო აღარ დამაბრუნოთ და არ ვეძებოთ, თუ ვეძებოთ. 125-125-10-ზე ავირჩიოთ. თუ არა და ვიპოვოთ, კარგი, რახან ესე გინდათ. აბა, ეს ვნახოთ. 120-120-10-ზე, აგერა გვაქვს. ხო? და ოკეი. ანუ ყველას ეს ციხისტე შევქმნით. მოდი ახლა მოვიქცეთ ესეთნაირად, მეგობრებო. მოდი ჯერ მივანიჭოთ ციხისტეები ამ ყველაფერს და მერე მივანიჭოთ მასალის მახასიათებლები, კარგით? ანუ ჩავრთოთ მხოლოდ ციხისტე, ავიღოთ თქვა გავააქტიუროთ დუტავრი, რომელია დუტავრი, მოვნიშნოთ კოჭი და მივანიჭოთ მას თავის ციხისტე. შემდეგ მოვნიშნოთ განაპირა სვეტები, ავიღოთ ყუთი შველერების და მივანიჭოთ ციხისტე. მოვნიშნოთ შიდა სვეტები, ავიღოთ შველერი და მივანიჭოთ ეს ციხისტე. ფერმის ქვედა სარტყელი მოვნიშნოთ, ეს არის 100-110-ზე. მივანიჭოთ. ზედა სარტყელი ნახეთ როგორ მოვნიშნოთ, ესა მაქვს ჩართული და შემოუხაზავ. ისე შემოუხაზავ მხოლოდ ზედა სარტყელი რომ მოიქცეს იქ. ავიღებ 120-120-10-ზე კვეთს და მივანიჭებ და ბევრი რო არ ვიწვალო, ჩავრთავ და ესა ფილტრით მოვძებნი ისეთ ელემენტებს, რომელსაც არ აქვს მინიჭებული ციხისტეები და 75-75-6-ზე მივანიჭებ მასაც.
ეხლა რა გავაკეთოთ? გარდა ამისა, ჩვენ რომ პირველი და მეორე ჯგუფის ღრული მდგომარეობა ფაქტიურად ეხლა ეს ჩვენ რომ დავტვირთოთ, გავუშვათ შესრულებაზე. ადრე ესეც იყო, არ იყო შემოწმება იმის, რომ კვეთი ყოფნის აყრობ, ამას რომ გვაძლევდა ძალებს, მე ჩვენ თვითონ ვითვლიდით, კვეთი ყოფნიდა თუ არ ყოფნიდა, ჩვენ თვითონ ვამოწმებდით, მაგრამ წავიდა წინ ტექნოლოგია, ხო? ამიტომ ეხლა არის ეს საშუალება, მივცევთ მასალის მახასიათებლებს, ანუ შევარჩევთ ფოლადის მარკას, ეს არის მახასიათებლები და შესაბამის ელემენტებს დავადებთ შეზღუდვებს პირველი და მეორე ჯგუფის ღრული მდგომარეობის გასაანგარიშებლად, ხო? რომ გაიანგარიშოს თვითონ გვითხრას ყოფნის თუ არ ყოფნის ეს კვეთი. ამიტომ გადავიდეთ მეტალში, ანუ აქ უნდა ვთქვათ ეს მონიშნული, გადავიდეთ მეტალში და მასალა ავირჩიოთ, ხო? ნახეთ, C245 მარკის ფოლადს ვირჩევთ და აქ OK-ს ვაძლევთ. გარდა ამისა, დამატებითი მახასიათებლები უნდა მივცეთ. ყველა ელემენტს. ნახეთ, აქ არის ჩამოთვლილი, ზედა განყოფილებაში სხვადასხვა ტიპის ელემენტი. რა ელემენტები გვაქვს? ფერმა გვაქვს, კოლონა გვაქვს, ბალკა გვაქვს და ასე შემდეგ. ჯერ ჩვენ ფერმა და კოლონა და ბალკა გვჭირდება, ხო? ამიტომ საიდან დავიწყოთ? თქვათ, სვეტებიდან. კოლონა იყოს მონიშნული, ჩვენ ამას შეზღუდვები დავადოთ ხელით. ნახეთ, AZ-ის მნიშვნელობა ეს არის 1, K, Y-ის მნიშვნელობაც არის 1, ანუ ეს არის Z და Y ღერძების მიმართ სვეტის საანგარიშო სიგრძეები, ხოლო თვითონ სვეტის საანგარიშო სიგრძე ზოგადად 0.85. ეს დამოკიდებული არის ჩამაგრების ტიპზე. ეს აქამდე უნდა თქვენ თვითონ იცოდეთ, რაზე არის დამოკიდებული ეს ყველაფერი. აქ სხვას არაფერს აღარ უთითებთ, ერთადერთი ეს რომ სვეტი არის. ნახეთ, აქ რა წერია? კომენტარი. აქ უნდა ჩავწეროთ სახელი, რომ ეს არის სვეტი, ხო? და მივცეთ OK. შემდეგ გადავიდეთ შემდეგ ელემენტზე, მივცეთ ესე იგი დავავით. ეხლა უნდა ავირჩიოთ ბალკა. თქვათ, მოდი აქაც ჩავუწეროთ, რომ ეს არის რიგელი. წეხან ხო იცოდი ზეპირად, ეხლა რატო არ მგავდა? რიგელი. შემდეგ ნახეთ რიგელზე მეორე ჯგუფის ღრულ მდგომარეობაზე რა აქვს ჩაღუნვაზე შეზღუდვა 1/4-ედიო. 1/4-ედის ნაცვლად ჩვენ ამას ჩავუწეროთ 1/250. გარდა ამისა, შევუზღუდოთ საანგარიშო სიგრძეები. აი აქ ჩავუწეროთ რა. ნახეთ, ეს როგორც მთლიანი ბალკა, ისე კოჭი, ისევ ანგარიშობთ ჩვენ და არის სამ თანაბარ ნაწილად გაყოფილი ეს კოჭი, ხო? ამიტომ 0.33 იქნება 0.33 იქნება მისი, ესე ვთქვათ, საანგარიშო სიგრძე. 0.33-ზე რო გაამრავლებს თლიან სიგრძეს, გაყოფს სამ ნაწილად, ხო? ამას. Okay. გადავედით შემდეგზე. მივცეთ კიდევ დამატება. შემდეგი რა ელემენტი გვაქვს? სვეტებისთვის და იმისთვის მივეცით, დაგვჭა ფერმის ელემენტები, ხო? ამიტომ აქ არის ფერმის ელემენტები. სად არის? ფერმა ჩავურთოთ. მოდი აქ უთხრათ, რომ ეს არის ფერმის ზედა სარტყელი, ფერმის ზედა სარტყელისთვის საანგარიშო სიგრძეები არის 1 სტოლი, ანუ აი ეს აქედან აქამდე თავისი სიგრძის სტოლად აიღება. ყველა ელემენტი თავისი სიგრძის სტოლად აიღება. ამიტომ X მიმართულებისა, Z მიმართულებითაც და Y მიმართულებითაც ერთნაირი ექნება საანგარიშო სიგრძეები.
და ავიღებთ 1-ს. მივიცეთ OK. შემდეგ ავიღოთ ქვედა სარტყელი. ამისთვის კიდევ ერთი დამატება მივცეთ, დაბავით მივცეთ. და დავარქვათ ქვედა სარტყელი. ქვედა სარტყელი. ქვედა სარტყელისთვის ნახეთ საანგარიშო სიგრძეები 1 0.33. так, მოკლედ 1 წუთი 0.33 იქნება ყველა. 0.33. ქვედა სარტყელი. და ბოლოს კიდევ ერთი დავამატოთ. უბრალოდ ერთი რამე გადავამოწმოთ. ნახეთ, ცვლილებაში რო შევიდეთ აქ, ეს ხო აგავაკეთ. ქვედა სარტყელი იზმენთ, ვიცით, ეს რომ ფერმის ელემენტია, ის უნდა მიუთითოთ ყველა ვარიანტში და აქ უნდა მიუთითოთ, ესე იგი, რომელი ელემენტია სარტყელია თუ ირიბანები და ეს არის. სარტყელის ელემენტია ავტომატურად მონიშნული და მისი სიგრძე 0.33-ია ორივე მიმართულებით. მითო გამიკვირდა ის მესამე მიმართულება რა დაჯდა. კარგი, აქაც ხო არაფერი შეგვეშალა ერთი ესეც ვნახოთ. так, ეს რომ ფერმის არის წერია უკვე ზედა სარტყელი როა და ის ერთები წერია კი ბატონო. ოკეი. და კიდევ ერთი დაგვჭა ამ ირიბანებისა და დგარებისთვის, ესე ვთქვათ, მახასიათებლების მინიჭება. დავამატოთ, ჩაურთოთ რომ ეს არის ფერმის ელემენტი, შემდეგ ჩაურთოთ რომ ეს არის threshold და ანუ ირიბანები და ეს არის დგარები და მისი სიგრძეები ავიღოთ ერთები. საანგარიშო სიგრძე. ამასაც აიღებენ თავის სიგრძე, რაც არის ნატურალური სიგრძე, იმ ზომებს აიღებენ, ანუ კოეფიციენტი სიგრძის იქნება 1 თავის სიგრძით რომ ავიღოთ, ხო? მივცეთ OK და ეს მასალის მახასიათებლები ახლა უნდა მივანიჭოთ. ნახე რატო გავაკეთეთ ცალ-ცალკე. მე ამას ერთად ვაკეთებდი ყოველთვის, მაგრამ ახლა ცალკე გავაკეთეთ, თქვენ მე მგონი ესე უფრო გაგიადვილდებათ. ჯერ მიანიჭეთ, იმიტომ რომ ორივე ერთად რომ მიანიჭოთ, აი თუ აგერიოთ რაღაცეები და აღმოჩნდეს რომ სვეტის სიხისტე მიცეთ რიგელს და რიგელის სიხისტე სვეტს და უპირიქით მახასიათებლები სხვა. ამიტომ სიხისტე მინიჭებული მაქვს, ეხლა გამორთავ სიხისტეს და ჩავრთავ მარტო მასალებს. გამიგეთ? ამიტომ ავიღებ სვეტს, მოვნიშნავ მხოლოდ სვეტებს, უბრალოდ ეს არ მინდა. ვერტიკალურ ელემენტებს მოვნიშნავ და მივანიჭებ სვეტის მახასიათებლებს. შემდეგ მოვნიშნავ რიგელს, ოღონდ აი აქ მოვნიშნავ რიგელს, გავააქტიურებ რიგელის მახასიათებლებს და მივანიჭებ. აი აქ მეუბნება რომ თითოეულ ამკვეთს კიდევ 5 კვეთად დავყოფო, სადაც შეგიძლიათ 1000 დაყოთ, სადაც ძალვებს და მნიშვნელობებს მოვცეთ სადაც. მიღებული შედეგისას ესე ვთქვათ. შემდეგ სად არის ეს? ეს ისე უნდა გამოვთოთ. მასალები ზედა სარტყელი. გავააქტიუროთ ზედა სარტყელი, მოვნიშნოთ. თუმცა ეხლა რახან კვეთები მინიჭებული გვაქვს, სხვანაირადაც შეგვეძლო, ფილტრითაც შეგვეძლო მარტივად მოგენიშნა, ხო? მოვნიშნე ზედა სარტყელი, გავააქტიურე ზედა სარტყელის მახასიათებლები, მივანიჭე. შემდეგ ფილტრში შევედი, ჩამოვსალე სიხისტეების მიხედვით და ეს ვიცი რომ 100-100-1000-ია ქვედა სარტყელი, მოვნიშნე ქვედა სარტყელი, გავააქტიურე ქვედა სარტყელის მახასიათებლები და მივეცი ალა. შემდეგ ჩამოვშალე აქ, მოვნიშნე დგარები და ირიბანები, აქაც გავააქტიურე შესაბამისი მახასიათებლები და მივეცი ალა. ამით ეს პროცესი დავასრულე, ხო? ჩვენი შემდეგი ეტაპი რა არის, მეგობრებო?
რის მიხედვით ვაკეთებთ კონსტრუირებას, ხო? ჩვენ რკინა-ბეტონზე მიჩვეული ვიყავით, რომ კონსტრუირებას ვაკეთებდით ამოჩვენე. ჩვენია? ხო, RC5. იმიტომ რომ RC5 არმატურის ამორჩევისთვის ცხრიდან ყველა შესაძლო ვარიანტს იხილავს. RCN-ში ჩვენ თვითონ უნდა ეს კომბინაციები ჩვენ თვითონ უნდა განუსაზღვროთ, გამიგეთ? ამიტომ რომ მივცეთ RCN-ი так, ეს არის მეტალის რითიც ვანგარიშობთ, თუ სნიპით ვანგარიშობთ, შესაბამის სნიპს ავირჩევთ. აი აქ გახსოვთ პირდაპირ ალამს არ მიიღებს, იმიტომ რომ ახალ ვერსიებში უნდა შეხვიდეთ თქო ცხრილში თქო. შემდეგ აი აქ უნდა მიცეთ save, მერე ჩახუროთ და მერე მიიღებს ამ ალამს, ხო? წესით უნდა მიიღოს ეს რაღაც ახალი რაღაც ამოვიდა. აქ რა გვაქვს? როგორ? არა, ო, იმის ნორმაც. შემდეგ ესე იგი ავირჩიეთ RSN-ი და ეხლა უნდა მივცეთ დატვირთვები. რა დატვირთვები გქონდა? პირველი საკუთარი წონა, მაგრამ აი აქ შევუქმნათ წინასწარ დატვირთვების წვრილი. ჩვენ ვთქვით, რომ ჰარმონიულ დატვირთვას, რომელიც გვაქვს, არ ვიხილავთ. ანუ პირველი გქონდა დატვირთვა თავის საკუთარი წონა და რიგელზე 2 ტონა გრძივ მეტრზე და ამ კვანძებში რაღაც დატვირთვა, მეორე დატვირთვა გქონდა რაღაც რიგელზე ისე 2 ტონა და კვანძებში მოცემული დატვირთვა, მესამე ქარის დატვირთვა და მეოთხე განვიხილეთ სეისმური დატვირთვა, ხო? ამიტომ მოდი მივცეთ პირველი დატვირთვა, ეს არის მუდმივი. შემდეგ დავამატოთ ერთი დატვირთვა, რომელიც იყოს ხანგრძლივ დროებითი. ვარაუდად ხედავ, ეხა შორიდან კარგად ხედავ და ახლოდან მიჭირს. დავამატოთ კიდევ ერთი დატვირთვა, რომელიც იყოს ქარის დატვირთვა და დავამატოთ კიდევ ერთი დატვირთვა, რომელიც იყოს სეისმური დატვირთვა. გადავიდეთ პირველ დატვირთვაზე, გავააქტიუროთ პირველი და ეხლა მივცეთ უკვე დატვირთვები. ესე იგი, შევდივართ დატვირთვებში, დავამატოთ საკუთარი წონა და როგორც ვიცით, საკუთარი წონისთვის კოეფიციენტი არის ნითონისთვის 1.05. მივცეთ ალამი. გარდა ამისა, მოვნიშნოთ ეს რიგელი. შევიდეთ დატვირთვებში, შევიდეთ თანაბრად განაწილებულ დატვირთვებში და მივცეთ 2 ტონა გრძივ მეტრზე თანაბრად განაწილებული დატვირთვა. გარდა ამისა, მეგობრებო, აი ეს განაპირა კვანძები მოვნიშნოთ და კვანძებში მივცეთ 12 ტონა აქ მიცემული დატვირთვა და მივცეთ ჩვენს 12, მაშინ აი ამ შიდა კვანძებში რა იქნებაო? 24. თან რო ჩქარობს არავინ მომასწროსო, გაიგე? ხო. შემდეგი გადავიდეთ მეორე დატვირთვაზე. მეორე დატვირთვა გქონდა ესეთი, მოვნიშნოთ რიგელი. შევიდეთ დატვირთვაში, რიგელზე ისევ თანაბრად განაწილებული 2 ტონა გქონდა დატვირთვა და კვანძებში გქონდა ესეთი. განაპირა კვანძებზე გქონდა 2 ტონა. ეს 15 წუთი გავიდა. ულივით
უნიმიტოა? კარგი. და აქაც 2 მივეცით, ხო? მაშინ აქ იქნება 4-ები. ეს დავწერთ. დიახ. მაგათ ცდილობს, ხო? გადავიდეთ მესამე დატვირთვაზე. მესამე დატვირთვა ჩვენ გვაქვს ქარის დატვირთვა. ანუ ნახეთ, აქა და აქ გვაქვს ერთნაირი დატვირთვები. შევიდეთ დატვირთვებში წერტილოვან და გლობალური x-ის მიხედვით უნდა მივცეთ ოღონ ეს დატვირთვა, რადგანაც x-ის მიმართულებით არის და მნიშვნელობა იქნება -1.5, ხო? შემდეგ აქ იქნება -2. შემდეგ აი აქ იქნება აბა დამითვალეთ 125. ოჩა. კარგია. ამით სამივე დატვირთვა მოვრჩით. გადავედით მეოთხე დატვირთვაზე. მეოთხე რა გვაქვს? და სეისმური დატვირთვა. შევიდეთ დინამიკაში და შევქმნათ მეოთხე დატვირთვა. ავირჩიოთ რომ ეს არის სეისმური, ეს უნდა იყოს, ხო? 0101. 09. შევის ფორმათა რიცხვი ავიღოთ 10 ვთქვათ. აქ ავიღოთ მეორე კატეგორიის გრუნტია ვთქვათ. აქ ავიღოთ 0.17, ნუ ეს დარაიონების თქვენ იცით რომ არსებობს სეისმური დარაიონების რუკა, რომლის მიხედვითაც თუ სად შენდება შენობა, იმის დამიხედვით სხვადასხვა არის ეს აჩქარების უგანზომილებო კოეფიციენტი, ესე ვთქვათ. ეს მნიშვნელობებიც არსებობს სეისმური ნორმა ქართული, სადაც აქ იწერიათ 4 ცხრილიდან არისო 3 ცხრილიდან 4 ცხრილიდან 5 ცხრილიდან 6 ცხრილიდან ეს ყველა ცხრილი არსებობს დასაწყისში და შენობის ტიპი, რა კონსტრუქცია იმის დამიხედვით სართულიანობას ითვალისწინებს, არის თუ არა რა ქვია ნორმირებული შენობა და ბევრ რაღაცას ითვალისწინებს. ეხლა ჩვენ აქ ერთ სეისმურ დატვირთვას ვაძლევთ x-ის მიმართულებით, ანუ x მიმართულებით უწერთ 1-ს, დანარჩენი იქნება 0-ები, ხო? ესე იგი სეისმური ძალის მიმართულება არის x-ის მიმართულება, y და z, ხო, ვერტიკალურ სეისმიკას, მაგრამ x-დან y-მდე კიდე კუთხეები, ხო, თუ რთული ფორმა აქვს შენობას. ეხლა ჩვენ კი ბრტყელ ამოცანას ვიხილავთ, მაგრამ ზოგადად თუ რთული ფორმა აქვს, რაც უფრო მეტ კუთხით მიუთითებთ სეისმიკას, მით უფრო რეალური იქნება შედეგი, ხო? ამიტომ ეს ჩავხურეთ უკვე. ნახეთ, ჩვენ შევიდეთ ისევ დატვირთვებში, ისევ დინამიკაში. ერთი გადავამოწმოთ, რომ ეს შეინახა, რაც ჩვენ შევქმნით ეს დატვირთვა. ისევ დატვირთვებში, ისევ დინამიკაში და შევქმნათ დინამიკის, ესე ვთქვათ, შეხამება სტატიკურ დატვირთვებთან. მეოთხე დატვირთვა პირველთან აიღოს რამდენით? 0.9 კოეფიციენტით. ხოლო მეოთხე დატვირთვა მეორესთან აიღოს 0.8 კოეფიციენტით. ნუ, რციო, აქ ქართან არ განვიხილავთ იმას. ესიც შევქმნით. ერთი ესიც გადავამოწმოთ, მაინც ხომ შეინახა, რაც შევქმნით. არის ხოლმე ხანდახან იკარგება და მერე შუა პროცესში ამოგვიგდებს შეცდომას და შემდეგი ეტაპი რა გვაქვს ჩვენ? RSEUS კომბინაციების ცხრილი უნდა შევქმნათ, ხო? ისა RSN-ის უბრალოდ. შევიდეთ დატვირთვებში RSN-ი და აქ არის მოცემული RSN-ის, ესე ვთქვათ, ნუ კომბინაციები. ნახეთ, ჩვენ როდესაც RSEUS ვაკეთებთ და ვაძლევთ x-ის მიმართულებით სეისმურ დატვირთვას, ის ავტომატურად -x-საც ითვალისწინებს, მაგრამ როცა RSN-ით ვაკეთებთ, აი აქ ჩვენ უნდა ჩამოუშალოთ და უნდა მიუთითოთ, რომ პლუს-მინუსი გაითვალისწინოს, ან როგორც პლუსი, ისე მინუსი გაითვალისწინოს. გარდა ამისა, ნახეთ, პირველი ძირითადი მნიშვნელობით ცხრილი უნდა შევქმნათ. რას მოიცავს პირველი ძირითადი მნიშვნელობის? ესე იგი, ჯამში შედის
მუდმივი დატვირთვა, დამატებული დროებითი დატვირთვა, დამატებული ხანგრძლივი დროებით დატვირთვა, დამატებული ხანმოკლე დროებითი დატვირთვა, დამატებული კიდე რაღაც დატვირთვა, ან გნოენ ქარის დატვირთვა. აი ამ ორი ბოლო ორიდან ერთ-ერთი უნდა აიღოს. ამიტომ რომ მივცევთ აქ დამატებას, ნახეთ შექმნა 1 2 3 ცხრილი ჩამოწერა. ანუ პირველში აიღო მარტო მუდმივი დატვირთვა, მეორეში აიღო მუდმივი და ხანგრძლივი დროებითი დატვირთვა, მესამეში აიღო მუდმივი და ქარის დატვირთვა. ხანმოკლე არ აქვს ჩვენ და ამიტომ მესამე საერთოდ გამოვიდა. შენ ვერ მიიღებ ნიშანს. გადავიდეთ მეორე ძირითად მნიშვნელობაზე. აქ რას გვეუბნება? ნახეთ, წეხან რომ მკითხა მეგობარმა ჩვენმა, წავიდა? აქ არის ტელეფონში უბრალოდ ჩვენთვის არ წავიდა. ანუ მეორე დატვირთვაში მუდმივი შედის თავი 1-ზე გამრავლებული კოეფიციენტით, ხანგრძლივი დროებითი შედის 0.95 კოეფიციენტით, ანუ ეს ჯამდება, ხანმოკლე დროებითი შედის 0.9, მერე ესიც შედის 0.9 და ესიც შედის 0.9 ქარის დატვირთვა. აი აქ მოვნიშნეთ ესა, მივცეთ დამატება, ნახეთ კიდევ ერთი ცხრილი დაამატა, ანუ მუდმივი თავისთავად შევიდა და ესენი შევიდა. ეხლა აქ თუ ამას დავამატებთ ჩვენ, ну რაღაცა ცხრილებს კიდე დავიმატებს, მაგრამ სტატიკური არის პირველი 4. ძირითადი სტატიკური დატვირთვები არის პირველი 4 შედგენილი ცხრილი. ეს დავიმახსოვროთ, ჩავხუროთ და გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, რომელიც ცოტა დაგვრჩა კიდე, ბევრი აღარ დაგვრჩენია. ჩვენ უნდა მოვნიშნოთ ფერმის ელემენტები, გაცრავად, ანუ კვანძები არა, ელემენტები უნდა მოვნიშნოთ. აი აქ თუ დაუკვირდით წეხან სანამ მოვნიშნავდეთ ეს ჩანართი არ არსებობს. მოვნიშნეთ თუ არა გაჩნდა აქ ესა, აი თუ არა და გავაკროთ და ნახავთ რომ ესეც გაქრება, ხო? მოვნიშნავთ ეს ჩაირთო და ჩვენ უნდა შევცვალოთ სასრულო ელემენტების ტიპი, რომ უნდა მივუთითოთ რომ ეს არის ბრტყელი ფერმის ელემენტები, ხვდებით? მოვნიშნეთ ბრტყელი ფერმა და მივეცით ალა. გარდა ამისა, უნდა მოვნიშნოთ ჩვენ ეს რიგელი, ისევ გაჩნდა ეს. ისა? და ეხლა უნდა ავირჩიოთ რომ ეს არის მთლიანი კონსტრუქცია, უჭრი კოჭი რომ არის ეს. თავიდან ბოლომდე რომ უჭრი არის, მაგი უნდა მივცეთ. მივცეთ აქ შექმნა ელემენტის, ანუ შექმნა თავიდან ბოლომდე ეს ელემენტი. გარდა მაგისა ფერმის ქვედა სარტყელი მოვნიშნოთ და ესიც არის უჭრი ელემენტი, ასე განიხილება. ამისთვისაც შევქმნათ მეორე ეს ელემენტი და ჩავხუროთ. გარდა ამისა, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ კიდევ? ერთი შევიდეთ აქ და აი ამისთვის, ну რატომღაც ასეა მითითებული თქვენს იმ წიგნში რომ უნდა ჩაღუნვა განიხილოს აქედან ამ კვანძამდე მთლიანად. სინამდვილეში ხო ეს ღარები მაგისტვის უდგას რომ წაეხმაროს რომ ინფორმაცია არ მიღოს. მაგრამ ну ამას არ აქვს ახლა დიდი მნიშვნელობა. ავირჩიოთ რასაც გვეუბნებიან, მივანიჭოთ ესა და საბოლოოდ ჩვენ ფაქტიურად მოვრჩით ყველაფერი, ერთი უპაკო გადაგვჭა და დაგვჭა რა იცით? აი აქ რაშეთში გადავალთ და აი აქ რომ RSN-ით უნდა დავითვალოთ ესა, ნახეთ ის 4 RSN-ის ცხრილი რაც ჩვენ ავაგეთ გასო, გამოგვიტანს აქ რომ ყველათი დაგვითვალეთ ქოეუნებით, მივცევთ ალამს, ერთ უპაკოვკას მივცევთ, სად არის? უპაკოვკას მივცევთ და გავუშვით. ბიჭო, ხედავ გწოდნიან. გავუშვით შესრულებას.
ნახეთ, გადავალთ მეტალში და აქ უკვე შეგვიძლია მეტალში სანამ გადავალთ ანალიზში გადავალთ და ეგეთი დეფორმაციულ სურათს გვაჩვენებს. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ანიმაციაც, რხევების ანიმაციაც. ამისთვის უნდა დავაყენოთ ვთქვათ მესამე იყო თუ მეოთხე დატვირთვა იყო ეს. მეოთხე დატვირთვაზე შემდეგ ჩავურთოთ ეს ისა, შევიდეთ width-ში და სამგანზომილებაში ვნახოთ ესა. აქაც ჩავურთოთ და გვაჩვენებს თუ როგორ ხარის დროს არა, სეისმიკის დროს. ხარის დროს ეგრე არ არის. ხარის დროს ეგრე არის. ხო, გარდა ამისა, აქ ჩვენ შეგვიძლია მივუთითოთ რხევების რიცხვი, ვთქვათ, აქ ორ რხევას თუ რაღაცაზე თუ დიდხან გინდათ გააგრძელოთ, ჩავურთავთ ვთქვათ 10 და 10 რხევას გააკეთებს. ეხლა რატო უნდა იცოდეთ ვთქვათ ესეც? როცა შენობას ააგებთ, გაუშვებთ შესრულებაზე, შეიძლება ვერ შეხედოთ და რაღაცა კვანძი იყოს მოცილებული და რხევას რო დაიწყებს, ის კვანძი დაიწყებს თავის აწევას იქ და ხვდებით, მე ანალიზს აკეთებთ იმით და ხვდებით, რომ ის კვანძი შეერთებული უნდა ყოფილიყო იქ და სეისმიკაში გამოჩნდება, სხვაგან შეიძლება ვერ დაინახოთ, გამიგე? ამიტომ ყველაფერი უნდა იცოდეთ. მოკლედ ეს ჩავხუროთ, გადავიდეთ მეტალში და შევამოწმოთ პირველი ჯგუფის ზღვრული მდგომარეობით ახლა ეს. ნახეთ რას გვეუბნება. აი აქ თურმე 405% ასის ნაცვლად 405 მივიღეთ, ანუ უნდა არც ისე კარგად ყოფილა ჩვენი კონსტრუქციის საქმე. და პროცენტობით მარტო ირიბანები და დგარები გადის ამ ანგარიშით რომ ვნახოთ, მეტი არაფერი არ გადის. პირველი ჯგუფის ზღვრულ მდგომარეობაზე საუბარი. მეორე ჯგუფის ზღვრულ მდგომარეობაზე რომ გადავიდეთ, აქაც ეს კონსტრუქციები რაღაც ვერ არის. ხო. ეს Y კიდე არის ადგილობრივ მდგრადობას ამოწმებს, მაგრამ თუ ჩვენ ავიღებთ სორტამენტის ელემენტებს, ეს ისედაც ყოველთვის კმაყოფილდება. თუ შედგენილი კვეთი არის, ხელით შედგენილი ლისტებით ვქნით კვეთს, მაშინ აუცილებლად უნდა აი ამაზედაც ვიანგარიშოთ. აი ეს რას გვაძლევს ახლა? ნახეთ, აი აქ ეს გვეუბნება, რომ რა უნდა ავიღოთ იმის ნაცვლადო, თქვენ რაც გქონდათ შემოთავაზებული, რომ გავიდეს კვეთიო. ეხლა აქ დამიწერა შეცდომა. რატომ შეცდომა? იმიტომ რომ აი ამ კვეთებში, ნახეთ განაპირა სვეტებში, იმ სორტამენტში არ არსებობს იმხელა კვეთი, რომელიც ამას ეყოფ. სხვა სორტამენტზე არ გადადის სამწუხაროდ ესა რა. ჩვენ რო სხვა სორტამენტი მიგვეთითებინა, აი თუმცაღა აი ამ კვეთებში ნახეთ რა გვითხრა, რომ ავიღოთ და დავაწყაპოთ, გვეუბნება ესეთ რაღაცას. ჩვენ ხო გქონდა შველერი 24-იანი აღებული. შველერი 40-იანი ჭირდება, 24-იანი კი არა. თუ ჩვენ ახლა აი ამას შევცვლით 40-იანით და გავუშვებთ, ამას უკვე გაალურჯებს, მაგრამ დანარჩენებს დატოვებს ისე. აი აქაც რომ დავაწყაპოთ 100-110-ზე ხო გქონდა არჩეული ესა. სინამდვილეში 100-114-ზე დომებია. ხვდებით? ეყოფა. ეხლა ეს ამან თავისი ვარიანტი შემოგთავაზათ, მაგრამ შეიძლება 120-110-ზეც ეყოს, ხო? რაღაც ანუ სისქის ხარჯზე კი არა, კედლის სისქის ხარჯზე კი არა ვატაროთ თქვა კონსტრუქცია, გავზარდოთ თვითონ კვეთი, გავზარდოთ კვეთის ხარჯზე არ. ეს უკვე კონსტრუქციული საკითხები არის. დიახ. ეს ჩახურა თავისი? ანუ დავიმახსოვრო? თუ კითხვებსაც უპასუხოთ დანი. დიახ.